ხშირად გონია, რომ რეაბილიტაცია მხოლოდ ოპერაციის შემდეგ იწყება. თუმცა რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში ასევე გვეხმარება ოპერაციისთვის მომზადებაში და ოპერაციის თავიდან არიდებაშიც კი. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი პაციენტებს თავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მკურნალობას. პრეოპერაციული რეაბილიტაციით შესაძლებელია ტკივილის კუპირება, მოძრაობის სიფართის და კუნთოვანი ძალის შენარჩუნება გაუმჯობესება, შეშუპების კონტროლი და პაციენტის ფიზიკური მომზადება, რაც ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას მნიშვნელოვნად აჩქარებს, ან საერთოდ გვაშორებს ოპერაციის საჭიროებას. ჩვენ ინდივიდუალურად ვარჩევთ მკურნალობის მეთოდებს თითოეული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ მაგნიტოთერაპიას, ელექტროთერაპიას, ულტრაბგერით თერაპიას, სახსრებისა და რბილი ქსოვილის მობილიზაციას, ასევე სპეციალურად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშებს. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მთავარი მიზანია პაციენტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს მოძრაობა სრული დიაპაზონი, ძალა, ფუნქცია და ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი. სწორად აგეგმილი რეაბილიტაცია ამცირებს გართულებების რისკს, ხალხს უშლის სახსრის შებოჭილობისა და კუნთების ატროფიის ჩამოყალიბების პროცესს. რეაბილიტაცია ეფექტურია ასევე მწვავე და ქრონიკული ტკივილის, რადიკულოპათიების, კუნთების და მყესების დაზიანებების, სახსრების გადატვირთით გამოწვეული პრობლემების, ოსტეოართროზის, სპორტული ტრავმებისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევების დროს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ ბავშვთა ორტოპედიულ პრობლემებსაც, მათ შორის ისეთ გავრცელებულ მდგომარეობებს, როგორიცაა ოსგუთ შლატერის დაავადება, სევერის დაავადება და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პრობლემები. რეაბილიტაცია არის გზა სრულფასოვნი ცხოვრებისკენ და ეს გზა სწორ დროს, სწორი მიდგომით იწყება.